მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, პოდკასტი ემიგრანტები დღეს დაბრუნდა მეორე სეზონით, საფხულზე ცოტა შესვენება გქონდა გამოცხადებული და ჩვენი უკვე მე-6 ეპიზოდი და ამ სეზონის პირველი ეპიზოდი არის ახლა სადაც გვეყოლება ძალიან საინტერესო სტუმარი, რომელსაც წარადგენს თამარა, ჩვენ კი გვიცნობთ წამყვანებს თამარა ჯობავა და მარიამ ჯაფარიძე გახლავართ. და თამარა, მე მგონი ჯობია დავიწყოთ ჩვენი ახალი ეპიზოდი, ახალი სეზონი. მადლობა მარიამ. სალამი დავით. გამარჯობა. გამარჯობა მაყურებელო, თუ მსმენელო. მოგვენატრეთ სტუდიაში მოსვლაც და მოგვენატრა ჩვენთვის საინტერესო თემებზე საუბარიც და დღეს მართლა განსაკუთრებული სტუმარი ყავს, იმიტომაც არის განსაკუთრებული, რომ ჩვენს პოდკასტში პირველი კაცია. აქამდე ქალების უპირატესობით გამოირჩეოდა ჩვენი პოდკასტი. და ჩვენს მაყურებელს პირველ ეპიზოდებში დავპირდით, რომ მრავალგვარი სტუმრები გვეყოლებოდა, მათ შორის ეკონომისტები, რომლებიც რჩევებს მისცემდნენ ემიგრანტებს, ფსიქოლოგები და მათ შორის პოლიტიკოსებიც და დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის პოლიტიკოსი დავით ჯინჭარაძე, პარტია თავისუფალი მოედნის წევრი. და ემიგრანტი, მათ შორის, ანუ რამდენი რაღაც რომელიც დღეს აღმოჩნდა, რომ ჯამში 8 წელია ემიგრანტია. 8 წელია ჯამში ემიგრანტია და წეან მეკითხებით ემიგრანტად თავს გრძნობ თუ არაო და პასუხი ვერ გაგეცი, იმიტომ არ ვიცი თუ გრძნობ თავს. ხო და მაგით დავიწყოთ, დავით, შენი ემიგრანტული ამბავი რომ მოგვიყვე და ხარ ემიგრანტი და თუ ხარ, რატომ ხარ და რა კონტექსტი გაქვს ეგ მოგვიყვე. აი, სიმართლე გითხრა, არ ვიცი, იმიტომ რომ მე როდესაც 16-17 წლის ვიყავი, მაშინ წავედი პირველად თავიდან ამერიკაში ფლექსით, მე უკვე სასწავლებლად. სასწავლებლად წავედი აბუ-დაბიში, ძალიან ესეთი უჩვეულო ადგილი იყო და ბაკალავრი ამერიკულ უნივერსიტეტში, ნიუ-იორკის უნივერსიტეტი იყო და შეგეძლო რომ ამერიკასა და ემირატებს შორის გესწავლა რა. და 4 წელი გავატარე ასე, ანუ ეს 4 წელი ძალიან ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურე, იმიტომ რომ თვითონ უნივერსიტეტი იყო ესე მოწყობილი, ანუ ძალიან სხვანაირი გარემო იყო, არც ერთი ეროვნება არ იყო დომინანტური უნივერსიტეტში. ცხოვრობდი უნივერსიტეტშივე, კამპუსზე და 130 სხვადასხვა ეროვნების ადამიანი ყავდა, ხო და იყო ძალიან ესეთი მულტიკულტურული გარემო, ანუ რაღაცა ყველა ანუ რაღაცა დიპლომატის შვილი იყო, ანუ ვიღაცა და მე ესე ბათუმიდან საჩვეულებრივი ქართველი ბიჭი მოვხვდი მაგ. 4 წელი მაგ ვისწავლე და მე უკვე ინგლისში გადავედი საცხოვრებლად და სხვათა შორის რაღაცა პოლიტიკური მიზეზი ქონდა მაგას, იმიტომ რომ როცა წავედი ბაკალავრზეც, მაგისტრატურაზეც და საცხოვრებლადაც, იმედი არ მქონდა, რომ საქართველოში რაღაცა შეიცვლებოდა. ანუ მე ეხა ესე პოლიტიკაში აქტიურად ჩართული შეიძლება მაშინ არ ვიყავი, მაგრამ რაღაცა 15 წლიდან ვაპროტესტებ ხელისუფლებას და ვაპროტესტებ ქვეყანაში რაც ხდება. ანუ დაახლოებით 2015 წლიდან. მაგრამ მაშინ იმედი არ მქონდა, რომ მეგონა რომ მე ვიყავი უმცირესობაში და თუ უმცირესობაში ხარ, მოდი და წარდი იქ, სადაც თავს ეგრე არ იგრძნობდა. ამიტომ წავედი. და ემიგრანტად რატომ არ გრძნობ თავს, ან რატომ იჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, სინამდვილეში იმიტომ რომ ალბათ 2021 წლიდან რაც რუსული კანონის აქციები როდესაც იწყებოდა 22-ში, ფაქტობრივად ნახევარ წელს საქართველოში ვატარებ. ანუ ეს 2-3 წელი ძალიან ესეთი ეგრეთ წოდებული არამდგრადი, sustainable როგორც იტყვიან, ცხოვრება მაქვს, იმიტომ რომ ერთი წინა წლის განმავლობაში 180 დღე საქართველოში გავატარე, 180 ბრიტანეთში და ესე ხანი ხარ ხან აქ, ამიტომ მიჭირს საერთოდ, ანუ ასე მგონია რომ ორი ცხოვრება მაქვს და ერთი იქ ემიგრანტის, მაგრამ აქ რაღაცა თან. მე მაინც ვერ მივიღე ჩემს კითხვაზე პასუხი, ემიგრანტად გრძნობ თავს? არ ვიცი. ხანდახან. იქ ლონდონში რო ვარ კი, იმიტომ რომ მაგრამ არ ვიცი ეს ემიგრანტი რო ვარ, მაგიტო გრძნობ თავს ცოტა სხვანაირად იქ, ანუ არასდროს არ მქონდა, ანუ ამერიკაში ინტეგრაციის პრობლემა ყოველთვის მქონდა, იმიტომ რომ ჩემგან ძალიან განსხვავებული კულტურა, არც არასდროს არ მინდა რომ იქ ვიცხოვრო, ესე შორიდან კარგია და ალბათ ტურისტულად კარგია, მაგრამ ინგლისში ინტეგრაციის პრობლემა არასდროს არ მქონდა. ლონდონში, ანუ არ იყო ესეთი, რომ თქვა ძალიან მიჭირს აქა შეგუება, ერთ-ორ კვირაში ყველაფერს შევეგუე. მაგრამ რაც საქართველოში დაიწყო, რასაც უწოდებენ
ეხმარებენ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, მპპ ესე შემოკლებით მე აი მაშინ გამიჭირდა და ამიტომ მგონია რომ ემიგრანტად თავს ხანდახან გძნობ მაგრამ ის დისკომფორტი შეიძლება ნაწილობრივ ემიგრანტი რო ვარ აქედან გძნობ მაგრამ სხვა მიზეზებიც არის და კი მოდი ვიტყვი რომ ნაწილობრივ ემიგრანტი ვარ ძალიან საინტერესო რაღაცა ახსენე რომ როცა ტურისტულად ხარ სხვა ამბავია რომელიმე ქვეყანაში რომ მიდიხარ და როცა უკვე იქ ცხოვრობ და ინტეგრაცია გიწევს ეს უკვე სხვა ბარიერებთან არის ხო დაკავშირებული და მე მგონია რომ ძალიან კარგია ეს პოინტი ასე ვთქვათ ეს ამბავი რომ ხაზგასმით ვთქვათ იმიტომ რომ ხო ანუ ერთია რომ ტურისტულად მივდივართ სადმე და იქ რაღაცა ღირსშესანიშნაობებს ვათვალიერებთ და მე მგონია ვიზა ლიბერალიზაციამ ძალიან ბევრს მოგვცა ამის შესაძლებლობა და მეორეა როცა იქ ცხოვრება გიწევს და თავის დაფუძნება რაღაცა მაინც შენი ფესვებიდან შორს ხარ ხო მე მგონია რომ ჩვენ ქართველებს მაინც ეს ფესვები აქეთ გვაქვს უკვე ხო უფრო აი ეგ უნდა მეკითხა ზუსტად მეც რომ მე შენ გიცნობ ცოტა ხანია ძალიან დიდი ხანი ვირტუალურად ვიცნობ დიდი ხანი არა რამდენიმე წელია ვირტუალურად ვიცნობდით ერთმანეთს და ძალიან ქართული ხასიათი გაქვს რა ინტენსიური ქართული ხასიათი გაქვს და აი როგორ მაგალითად აი ძალიან ამაყი ქართველობით ჩემი აზრით ეგ რას ნომერ პირველი სიმპტომია და ხო კიდევ ერთი რაც თვალში მხდება რასაც შენთან ერთად ვიზიარებ არის ის რომ ობსესიურად გიყვარს ეს ქვეყანა რა აი ხა რომ ამბობდი რომ ასე 180 დღე ჩავდივარ აქ ამას ხომ კომიტმენტი უნდა ანუ კომიტმენტი აი ეს ემიგრანტების აი ეს არის ემიგრანტების პრობლემა სოციალ ჩვენ ხო ჭორაობდით სანამ აქ ხა თქო უნდა ჭორებს ეთერში არ გამოვიტან მაგრამ ეს ხო რომ აი არის თქვათ ესეთი რაღაცა ქართული ხასიათის რომ ძალიან გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ის კი არ არის რომ აი მე მგონია რომ არის ხალხი აი მთებიო საქართველოში როგორც არისო ისეთი არსად არ არისო და შვეიცარიაზე უკვე ახლა მე მაინც და მაინც ანუ მთებზე და ზღვაზე ნამდვილად არ მაქვს საქართველოში გართულება ანუ თუ რომ შვეიცარიაში შეიძლება უკეთეს შეიძლება ისეთივეა და ზღვა საბერძნეთში ვიცი რომ უკეთესია მაგრამ ამ ქვეყანაში ალბათ ეს რაღაცა რომ აი ბევრი მიდის და მე რომ აი საქართველო რაღაცა პატარა ქვეყანა ისეთი ეს არის მე ფუნდამენტურად ეგრე არ უყურებ რა მე ვიცი რომ ქართველები იმ ისტორიიდან გამომდინარე რაც ქონდა ხო ანუ გაგწყვიტა ეს ნახევარი გადაგვასახლეს ძალადობრივად ამის ფონზე კიდევ ძალიან შემდგარი ერი ვართ უბრალოდ ეხლა მიმდინარეობს რაღაცა ამის გაწმენდის პროცესი რა აი ეს ყველაფერი ძველი და საბჭოური და კოლონიალისტური და აი ბრიტანეთში ცხოვრება ეს კოლონიალიზმის თემაზე ძალიან დამაფიქრა ეს ირეცხება ნელ-ნელა და ამიტომ მეც ეგრე ვარ ხო კი ანუ ჩემს ქვეყანაზე მეტად სხვაგან არსად არ მინდა ცხოვრება რა აი დანიაშიც კი ხო ან დავით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ შენ 8 წელი იცხოვრე საზღვარგარეთ და ქართველობა მაინც ვერ დაგაგარგინეს არა ხო ქართველობა გათხოვება არ ვახტა ხო ქართველობა შენარჩუნებული გვაქვს სამივეს დასკვნა არის რომ ძალიან ბევრი გვაქვს საშრომი რო გისმენ ესე იგი ანუ კი მოვედით მოგვიყვანეს აქამდე ჩვენმა წინაპრებმა ამის თქმა რო გვიყვარს ჩვენმა წინაპრებმა მაგრამ ახლა ჩვენს ბევრი უნდა ვიშრომოთ და როგორც პოლიტიკოს როგორ გგონია როგორ მიგაჩნია აი მიმდინარე მოვლენებიო რომ ამობდი ეს მიმდინარე მოვლენებიდან გამოსავალი რა არის ძალიან მაინტერესებს ამ კითხვაზე შენი პასუხი გამოსავალი ჩემი აზრით არის მასობრივი მობილიზება. ხო, აი ხშირად როცა პოლიტიკოსებს ამ კითხვას ეკითხებიან რაღაცა ისეთ პირდაპირ ბულშიტ პასუხებს ვისმენთ, რომ აი ახლა ყველანი უნდა რაღაცა დავდგეთ და არ უნდა გავტყდეთ, ხო, მაგრამ კონკრეტულად ეს ყველაფერი რას ნიშნავს? კონკრეტულად ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ შენ თუ ირჩევ ცხოვრების წესად არ შეგუებას, რომ დგები და ირჩევ, რომ აი ჩემი ცხოვრება ამ ქვეყანაში უკვე არის დაუმორჩილებლობის აქტი, მე არ ვაპირებ თქვა, არც აგემორჩილო შენ თუ არა ლეგიტიმური ხელისუფლება ხარ, არც რაღაცა ჩაგაბარო ეს ლეგიტიმაცია და დავემორჩილო შენს კანონებს და ვაპირებ ყველანაირი ფორმით შეგეწინააღმდეგო ხა. სხვა საკითხია რომ მე მგონია რომ ალბათ ამ ქვეყანაში რაც დაასრულებდა დიქტატურას იქნებოდა მასობრივი გაფიცვა, მაგრამ ეს ჩემი აზრია და ბევრი მიზეზის გამო ეს არ მოხერხდა, მაგრამ არის სხვა რაღაცებიც, მაგალითად მასობრივი პროტესტი, ხო? ეხა სექტემბერში, ოქტომბერში უკვე მწიფდება ხასიათი იმისა, რომ იყოს მასობრივი ცვლილებები, რევოლუციური ცვლილებები, რევოლუცია
და უკვე შიშიც ამ სიტყვის მიმართ ნაკლებია რა. და როცა ვლაპარაკობთ რომ აი ჩვენმა წინაპრებმა რა გააკეთეს, რამდენი რამე გააკეთეს, ხო, ძალიან ყველაფერი რაც საქართველოს ისტორია არის არდანებების ისტორია. აბა ომი გინდათ და ვაიმე დღეს თმის შეღებაზე ვარ ჩაწერილი და პროტესტზე ვერ გამოვალ და ვაიმე დღეს რაღაცა ვერ ვხედავ პროტესტის აზრს, ეგრე არ იყო ადრე. ხო, ადრე პროტესტითაც ვერ ცვლიდი ვერაფერს, ადრე ომში უნდა წასულიყავ. და ამიტომ მე ვიცი რომ საქმეზე რომ მიდგეს, იმ ხალხს ვინც არ გამოდის, იმ ხალხს ვინც ჯერ კიდევ ქართულ ოცნებას უჭერს მხარს, ისევ ჩვენი დასაცავი გახდებიან, რამე რო იყოს, ხო? და ამიტომ მე ესე ვუყურებ, რომ გამოსავალი ის არის, რომ არ შეეგუო და გამოხვიდე მასობრივად და აირჩიო დღე, როცა აი უკვე გამოხვალთ ყველანი და რაღაც არ დაიშლებით ან რაღაცა მასობრივ დაუმორჩილებლობას გამოაცხადებ და აი მე ყველაფერი იქნება და ძელვადიანად, რა თქმა უნდა, მუშაობა იმაზე არის საჭირო, რომ ამ ქვეყანაში დეკოლონიზაციის პროცესი რადგეს. და ეგ არის რაც ბევრ დასავლეთის შეგიძლია აუხსნას ყველას რაც გულისხმობ? კი, დეკოლონიზაცია ეხლა დასავლეთში პოპულარული თემაა და როგორც წესი გამოიყენება დასავლური ქვეყნების მიმართებით. რა, მაგალითად ინდოეთში, ნეპალში, სხვადასხვა ქვეყნებში, რომლებიც იყვნენ კოლონიები, მიდის გადააზრება, რა არის ჩემი კულტურული და რა არის კოლონიზაციის პროცესის მიერ მოხვეული. როგორც წესი, რუსეთისკენ ეს სიტყვა უფრო იშვიათად გამოიყენება, დასავლეთ სამწუხაროდ. რომანტიზება ხდება რუსეთის, საბჭოთა კავშირს უყურებდნენ რაღაცა სოციალისტურ რაღაცა ბლაბლას და ეს სიტყვა ნაკლებად გამოიყენება. საქართველოში მე ვხედავ რომ ამის დიდი პოტენციალი არის რომ ჩვენ გადავიაზროთ რა არის ჩვენი და რა არის თავს მოხვეული რაღაცა გონების დონეზე. აი მაგალითად რომ იძახიან არის ხო ესეთი ქართული ფრაზა თქვენი მონა მორჩილი. ხო და მე არ ვარ დარწმუნებული რომ ეგ ფრაზა ქართული წარმოშობისაა რეალურად, იმიტომ რომ მაგალითად ინგლისურში ესეთი კონსტრუქცია არ არსებობს, რუსულში არსებობს. ეს მიმართვის ფორმაა რომ მე თქვენი მონა მორჩილი ვარ. ან ეს რაღაცა მიმართვები, რაღაცა აი რუსეთიდან გადმოღებული კალკებით, ქუჩის სახელები, მენტალობა, თქვა და იღრეობა. პოპულარული აზრები, მაგალითად ის რომ რუსეთი და საქართველო ორივე მართლმადიდებელია და ეს რაღაც განცალკევებას, იზოლირებას იძლევა თითქოს რაღაც პრივილეგირებული ურთიერთობა უნდა გქონდეს მასთან. ყველაზე ისეთ რელევანტური მაგალითი რომ მოვიყვანოთ, აზრი რომ პროტესტი უნდა იყოს დავარცხნილი და დალაგებული და თუ რაღაცა რადიკალურად ვიღაცა ვინმეს დაუპირისპირდა და ეს რაღაცა არასწორია და აუცილებლად ბაფთებიანი პროტესტი უნდა იყოს, ხო? ევროპაში ვისაც უცხოვრია, საფრანგეთში ვისაც უცხოვრია, ყველა მიცის რომ ევროპული პროტესტი ესე არ გამოიყენება. რატო? იმიტომ რომ 13 წელი ადამიანს რო აბრაზებ მოდი და კონდეს იმის ერთი ადგილი, რომ დაუპირისპირდა იმ ადამიანების ბრას, რომელიც გროვდებოდა. და ეს არის დეკოლონიზაციის პროცესი, რომ შენ როდესაც ვიღაცა გარტყამს ხელს, შენ იმას არ ეგუები რა. ევროპელები ამას არ ეგუებიან. ახლა საფრანგეთში მე არ ვიცი ვინმე ვინც შეეგუება. არა მარტო საფრანგეთში, ბევრ ჩემს უცხოელ მეგობართან ერთად ვარ აქციებზე მისული და თითქმის დაგვცინიან, ანუ რა ხდებაო? ანუ არც არ აკეთებთო? ანუ ასეთ გახართო? ძალიან შვიდად რაღაცა ხანდახან ბღერით, კი ბატონო, ეხა ვიღაცებს გინებები ესმის, მაგრამ გაბარაზებული ხალხი დგას იქ, არ დგას ხალხი, რომელსაც უხინს და უსამართლობას შეჯახებული ყოველდღე ადამიანები ვდგავართ იქ სინამდვილეში, ხო? ძალიან ხშირად პროპაგანდა ადარებს ხოლმე, რომ აი საფრანგეთში ნახეთ როგორ აქცევიან პოლიციელები აქციის მონაწილეებს და ამ რაღაც პარალელებს ავლებენ ხოლმე, რომ აი მარტო ჩვენთან კი არ არის გაზი და წყლის ჭავლი, მაგრამ ხო აი ეგ გავიწყდებათ ხოლმე, რომ იქ როგორ იქცევიან პროტესტარები, მანიფესტანტები და აქ როგორ იქცევიან ძალიან დიდი სხვაობა, ანუ საფრანგეთში მაგალითად ამას ერთი კვირის წინაც იყო ეს მასობრივი გაფიცვა და აქციები მაღაზიებს ძარცვავენ, რაღაცა ანგრევენ ყველაფერს, მართლა პირდაპირ მნიშვნელობით წვავენ ქუჩებს და ასე შემდეგ და ანუ მაგას შედარებით ჩვენი პროტესტი არის მართლა დემოკრატიული მშვიდობიანი აბსოლუტურად და ასე შემდეგ. და მეორე რაღაც არის ხოლმე კიდე რომ ერთი რომ ძალიან მნიშვნელოვანია მაგ პროცესი რომ როგორც კოლონიზატორად აღვიქვათ რუსეთი და მეორე კიდე ის არის მნიშვნელოვანი რომ აი იგივე პროპაგანდა თუნდაც რუსული პროპაგანდა იძახის ხოლმე რომ აი საფრანგეთიც ხო იყო კოლონიალისტი რაღაცა ნიდერლანდებიც ხო იყო ბელგიაც ხო იყო
დასავლეთის ქვეყნებს ძალიან კარგად აქვს გააზრებული თავიანთი კოლონიალური წარსული. შეიძლება კარგად არ აქვთ გააზრებული, მაგრამ მუშაობენ. ყველა უნივერსიტეტში არის ფაკულტეტი კოლონიალ სტადიის ესეთი. კოლონიალური წარსულის გადააზრება არც კი დაუწყი, ანუ აღიარებიც კი არ მოუხდენია ამის, რომ კი მე რაღაცა ცუდი ჩავიდინე ამ ქვეყნებში, აღიარებაც კი არ მოუხდენია, ამიტომ ეს პირველ რიგში ქართულებს ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ იმ რაღაცა atrocities რაც ყოფილა საქართველოში, ანუ ის დანაშაულები, რაც ამ იმპერიას ჩვენ მიმართ ჩაუდენია, არც კი აღიარებაც კი არ მოუხდენია ამ ყველაფრის, არათუ ამაზე მუშაობა და აქეთ გვაბრალებს. რკინიგზა არ დაგვიგეს? გზები არ დაგვიგეს? ეს საინტერესო მომენტია, იმიტომ რომ ხალხს ავიწყდება, რომ კოლონიალიზმის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი და მახასიათებელი არის, რომ კოლონიაში, ქვეყანაში ყავს მეფისნაცვალი. ხო. ჩვენ ყავს ეს მეფისნაცვალი ახლა, ხო? ყველამ ვიცით მისი სახელი. ეს მეფისნაცვლის არსებობა და ის, რომ კოლონიას აღარ ჭირდება მაინც და მაინც თვითონ ჩამოვიდეს ფიზიკურად და გმართოს, არამედ დანიშნოს ადამიანი, ვინც გმართავს, ეგ მომენტი არის, რომელიც ქართველებსაც არ გვაქვს გადააზრებული და როცა ამბობენ, რომ აი, ყოველთვის ვიღაცა რომ მეუბნება, რომ ნახეო საფრანგეთში რა ხდება, ნახე რომ გერმანიაში რა ხდება, აი გერმანიას რო იყენებენ მაგალითად, სულ მეცინება, იმიტომ რომ მე ჩემი დანიშნულება და გამოწვევა არ არის ის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის მინიმალურ მოთხოვნებზე მოსიარულე მაჩანჩალა ქვეყანა. ჩემი გამოცდილება ის კი არა, რომ აი საშინაო დავალებას რო მოგცემს ევროკავშირი და აი ეს და ეს მინიმუმი გააკეთე, რომ რაღაცა ქვეყნად გაღიარო, ხო? მე არ მინდა ანუ მაჩანჩალობა და ანუ კლასში ბოლო მოსწავლე რო ხარ, ეგეთი რაღაც არ მინდა. მე მინდა, რომ აქეთ საქართველო ისე განვითარდეს, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტებს საქართველო აწესებდეს რა. ანუ გერმანიაშიც არის ეს, ანუ კი არის გერმანიაში გადაცემა, მე არ მიყვარს გერმანია, პირდაპირ ვიტყვი, მე team ინგლისი ვარ ბოლომდე. და ანუ არის ეს გადაცემები რა და მე მინდა ისეთ ქვეყანა, რომელშიც ეს გადაცემებიც არ იქნება, ან რომ იქნება სასამართლო ისეთ პასუხს გაგცემს, რომ აი იმ სამართალდამცვეს სამჯერ უფრო ძვირად დაუჯდება ეგ. და ამიტომ მე როცა ვიღაცა მეუბნება, რომ აი ევროპის ამ ქვეყანაში რაღაცა ისე არ ხდება, მე ვეუბნები, რომ მე ფეხებზე მკიდია იქ რა ხდება, მე მინდა რომ საქართველოში ქართველებს ეგრე არ ექცეოდნენ. ხო. კარგი, მოდი ახლა იცი რაზე მინდა რომ გალაპარაკოთ ალტერნატივაზე. აი ხო არის პოპულარული აზრი, რომ ალტერნატივა არ არის, სად ვიაროთ, რა აზრი აქვს, ვინ მოვა, ვის მივცემ თქვას. მე მინდა ვილაპარაკოთ ახალ პოლიტიკოსებზე. სინამდვილეში არა მარტო საქართველოში, მაგრამ განსაკუთრებით მინდა რომ საქართველოზე გამახვილო ყურადღება, იმიტომ რომ ეს კრიზისი მთლიანად მთელ სოფლიოში არის, ხო? რაღაცა ჩაგვრელი პოლიტიკოსებით არის სავსე ეს სამყარო და ხედავთ რა შედეგებამდე მოგვიყვანა და ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი, მუდმივად ქადაგებს იმას, რომ მეტი ემპათიური პოლიტიკოსია საჭირო და ის რომ იტირებ, ის რომ თანაუგრძნობა შენს მოქალაქეებს სისუსტი არ არის და არ უნდა გამოიყურებოდე მაფიოზივით და არ უნდა იყო რაღაცა დაბურულ მანქანაში, არ უნდა იმალებოდე და ხალხს უნდა ელაპარაკო. შენ როგორ წარმოგიდგენია ახალი პოლიტიკოსები და ახალგაზრდები კიდე პოლიტიკაში, როგორი უნდა იყოს ახალი პოლიტიკოსი საქართველოში? როგორ გამოიყურება? ძალიან საინტერესო თემას შეხეს, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წითელი ალამი, red flag-ი არის, როცა ადამიანი ამბობს, რომ რაღაცა 10 წელი არ უტირია, ანუ ჩემთვის ეგ საამაყო არაფერი არ არის, განსაკუთრებით პოლიტიკოსისგან, იმიტომ რომ პოლიტიკოსისგან მე მოველი, რომ რაღაცა ემოციური ღიაობა საკუთარ თავთან იმდენი უნდა კონდეს, რომ მე ვიღაც სხვა, ასე ვთქვათ, ვიღაც სხვას გაუწიოს მომსახურება, ხო? იმიტომ პოლიტიკა მომსახურება, ანუ მართვა კი არ არის მხოლოდ. ჩემი აზრით, ახლა რასაც ხედავთ ეს პროცესი რეალურად წარმოშობს ახალ პოლიტიკოსებს. ეგრეთ წოდებულ არსაიდან მოსულებს. იმიტომ ხა მე მაგალითად არც დედაჩემი იყო პოლიტიკაში ჩართული, არც მამაჩემი, ანუ ინჟინრები არიან, ბებიაჩემი მასწავლებელი იყო, ანუ არ მაქვს ეს რაღაცა გენერაციული გამოცდილება პოლიტიკის, ხო? და ჩემს გარშემო ხედავ ბევრ ახალგაზრდას, რომ აი მაგალითად თუ სხვა პარტიებში ხშირად რთულია, რომ რაღაცა იმ პარტიას ესაუბრო ან დაელაპარაკო, მაგრამ როცა გირჩევს არჩევნის გაკეთება, იქ ახალგაზრდა ვინც არის შედარებით, ანუ თავისუფალ საქართველოში ვინც არის დაბადებული, მაგათან კომუნიკაციის დამყარება გაცილებით უფრო მარტივია. ოღონდ აქ არის ერთი მაგრამ. ხშირად ადამიანებს გონია თუ ვიღაც არის ახალგაზრდა, აუცილებლად ახალი
ახალი პოლიტიკოსია, ახალი თაობის პოლიტიკოსია, მაგრამ ზუსტად იმიტომ რომ აი რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, რომ გადააზრება ბევრი რაღაცის არ მოხდარა, ხშირად ისეთი ახალგაზრდა პოლიტიკოსებიც არსებობენ, ვინც აი ძველების, ასე ვთქვათ, ძველების ჭკუაზე დადის, რაღაცა მათი კლიშეებით მოძრაობენ და ჩემთვის ერთ-ერთი მაგისი მთავარი ნიშანი არის, რომ აი მე არც ერთ პარტიაში არ ვიქნები და ყველა პარტიიდან წამოვალ, სადაც კაცის, ეს ხშირად კაცის გვარი არის საქართველოში, ასეთი კაცის გვარი არის ცენტრალური საარჩევნო პროგრამა, პარტიის სახელი ან გადადიხარ, ვთქვათ, Facebook გვერდზე და მხოლოდ ერთი ადამიანის ვიდეოები არის იმ პარტიის გვერდზე. ჩემთვის ეს არის მიუღებელი. მარტო იმიტომ კი არა მეც მინდა რომ გამოვჩდე. კი, რაღაც ანუ ყველა პოლიტიკოს აქვს ეს გამოჩენის ისა, რა თქმა უნდა, თუ რაღაცას ვთვლი, რომ რაღაც თემაზე მე უკეთ ვიცი, მე მინდა რომ გამოვჩდე, რა ჯანდაცვის თემაზე ან განათლების თემაზე არ მინდა რომ გამოვჩდე, იმიტომ რომ ეს არ არის ჩემი ძლიერი თემები, მაგრამ მე მინდა რომ ხედავდე, რომ იმ პარტიაში რაღაცა ბევრი ადამიანი, რაღაცა 1-5-10 კაცი მაინც მოძრაობს. და ეგ მგონია რა, რომ ადამიანებმა ასეთ რაღაცებს უნდა მიაქციონ ყურადღება, რომ თუ ირჩევ შენ პოლიტიკურ პარტიას და გინდა რომ აყირავო შიგნიდან ეს დღის წესრიგი, თუ ირჩევ ერთი ადამიანის რაღაცა სექტას რა, რომ ყველაფერი ერთ ადამიანზე რო არის. ამიტომ რეალურად ცვლილება თუ გვინდა, ანუ ჩვენ რას ვებრძვით, ასე ვთქვათ, ხო, ანუ რის ცვლილება გვინდა პირველ რიგში იმის, რომ რაღაც ერთ ადამიანზე მორგებული სისტემა არ იყოს და ისევე რაღაც ერთი ადამიანის სურვილებზე მორგებული არ იყოს ქვეყანა. და ანუ ეს ეგრეთ წოდებული strongman ნების მმართველობა ავტოკრატიულ ქვეყნებში ძალიან ისეთი გავრცელებულია. თუმცა მე საერთოდ არ ვთვლი, რომ strongman ანუ ძლიერი კაცები არიან. უბრალოდ ძალაუფლებაზე კონცენტრებულები არიან და თავიანთ პიროვნებაზე აგებენ მე ამ ძალაუფლების ვერტიკალსაც. ასე რომ ძალიან გეთანხმები, ძალიან მომწონს რაღაცა ჩვენს ხშირად ვლაპარაკობთ ხოლმე და თამარა, რომ ახალგაზრდა პოლიტიკოსები ხშირად იმიტომ ვერ არღვევენ ამ პატერნს, რომ მათ როლ მოდელი რაღაცა მაგალითი არ ყოლიათ, იმიტომ რომ რაღაცა გაიზარდნენ, მთავრობები გაიზარდა ერთი და იგივე ყურებაში. და ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი გავარღვიოთ ახლა. მე მაქვს ესეთი კითხვა. შენ ისაუბრე ახალგაზრდა პოლიტიკოსებზე, მობილიზების საჭიროებაზე და ასე შემდეგ. როგორც ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რომელიც ამჟამად ძირითადად ემიგრაციაში ხარ, 8 წელია უკვე, ხო? ემიგრანტების როლს ამ ყველაფერში სად ხედავ? ანუ როგორ ჩვენ აქამდეც გვისაუბრე ემიგრანტების ძალაზე და მათ პოტენციალზე. როგორ უნდა მოხდეს ამ პოტენციალის გამოყენება, თუნდაც მობილიზების კუთხით? ძალიან საინტერესო კითხვაა. ერთ რაღაცას დავამატებ, ძალიან გეთანხმები შენს შეფასებაში ამ strongman-ებზე, იმიტომ რომ ჩემთვის strongman-ი არ არის ადამიანი, ვინც ქართული ელაპარაკეთ მეგობრებო. ვინ არის strongman? აი ძლიერი კაცის არქეტიპი, ხო? ეს ძლიერი კაცობა, მე ხარ ვარ იმ რაღაცა რადიკალი მიმარცხენე, ვინც ებრძვის მასკულინო პირიქით, ანუ მე მგონია, რომ ჯანსაღი მასკულინობა და ძლიერი კაცობა არაფერი სასირცხო ამაში პირიქით ძალიან საჭიროა და ამის კრიზისი არის რა, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ქალები უფრო ძლიერები არიან, ვიდრე კაცები და მე მინდა რომ კაცებმაც ცოტა რაღაცა ვაჩვენოთ, რომ ჩვენც კაცები ვართ. და ჩემთვის ეგ არ არის, რომ რაღაცა ეთერში გამოჯდები, რაღაცას იბჟუტურებ, ბოდიში ამ სიტყვისთვის და ბოხიხმით და ხმამაღლა და სადღეგრძელოთი და მე საქმეზე რომ მიდგა, პროტესტის წინა ხაზზე ერიდები ხელისუფლებასთან დაპირისპირებას, ან ისეთ რაღაცებს აკეთებ, რომ შენი თანაგუნდელები ან შენს გამო ვინც მოვიდა იმ პროტესტზე, ის ხალხი გაწირო. ანუ როცა იქ სწორად არ იქცევი, ეგ ნამდვილად კაცობას არნიშნავს. ამიტომ ჩემთვის ამ პროცესში და პროტესტში ეს კაცი პოლიტიკოსისთვის, რასაც მე მინდა, ანუ ვიღაცასთან თუ ვიპარტნიორებ, ასე ვთქვათ, ამას უყურებ, რომ რამდენად სწორად შეუძლიათ მათ ქუჩაში პროცესის მართვა და რამდენად რაღაცა ეს ჯანსაღი მასკულინობა მათ აქვს და ეგ ძალიან საჭიროა. მათ შორის ქალებზეც რა, მოდი ახლა კუთხეში არ დავაყენოთ მარტო კაცები, ქალებზეც და ქალებზე ზუსტად ქალი პოლიტიკოსები საქართველოში და ეს პატერნია რა, ისე იქ მივდივართ, რომ მაგალითი რომ არ ყოფილა ეს ქალი პოლიტიკოსები ზუსტად იგივე ხასიათს იმეორებენ რა, იმ ძლიერი კაცის, იმიტომ რომ რაღაცა დოზით საბჭოთა კავშირმაც მიგვაჩვია, რომ ძალაუფლება გამოიყურება ასე. ანუ
კი, და სხვადასხვა ინგლისშიც ესე იყო. ნაცრისფერი პიჯაკი აცვია და დადის რაღაცა ძალიან მკაცრი მანქანით. კი, და ინგლისშიც იყო სხვათა შორის, ან მარგარეტ ტეტჩერი ხო იყო პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი ბრიტანეთის და ყველა მისი ისტორიკოსი, ვინც ტეტჩერის ისტორიას იკვლევს, ამბობენ, რომ მას უწევდა, ანუ ეს დაუჯდა პირველი ქალი პრემიერობა იმად, რომ ყველანაირი ქალური კომპონენტი რაც მას ჰქონდა, ამისი აქტიურად რაღაცნაირად დამალვა უწევდა. თვითონ რო კითხეს მას, როცა იყო განათლების მინისტრი, თუ გჯერათ, რომ თქვენ მოესწრებითო იმ მომენტს, როცა ბრიტანეთს ქალი პრემიერი ეყოლებაო, ამბობდა, რომ არაო. ხო და საქართველოშიც ეგ პრობლემა, ანუ მე როცა ქალებზე ვლაპარაკობ, საქართველოში ალბათ უფრო აქტივისტებში და ამ სამოქალაქო საზოგადოებაში ვხედავ ამ ძლიერი ქალის მაგალითს, იმიტომ რომ მართლა სულ წინა ხაზზე არიან. ზუსტად მაგას ვამბობ ყოველთვის, რომ შემდეგი თავი პოლიტიკის მთელ სამყაროში არის უფრო აქტივისტური. აქტივისტური პოლიტიკა უნდა ყველა ვარიანტში სხვა გზა არ გვაქვს რა. და ბოდიში ემიგრანტებზე რომ მეკითხებოდი და დაუბრუნდები ამ თემას, ჩემი აზრით ძალიან დიდი როლი აქვს ემიგრაციას. ახლა მოლდოვაში ჩვენ ვნახეთ, რომ ქვეყანა სადაც 50-50-ზე თითქმის პრორუსული და პროევროპული განწყობა, ყოველთვის ემიგრანტებმა იმ ხალხმა, ვინც იცოდა ევროკავშირი და ევროპა რა არის, მათ გადაწონეს ეს საარჩევნო რაღაცა ზღვარი და მათ შეძლეს მოლდოვისთვის იმ ევროპული პერსპექტივის მიცემა. საქართველოში ჩვენ გვაქვს ზეაქტიური ემიგრაცია. ხო, იმდენი სხვადასხვა ჯგუფი არის, იმდენი რაღაც დაჯგუფება, აი ძალიან ბევრი ორგანიზაცია არის ემიგრაციული. მე ამათ როლს ხედავ იმაში, რომ თუ კი კარგად დაორგანიზდათ რაღაც აი საათივით აიწყო, იმიტომ რომ ქართველებს ყველგან გვაკლია ეს აი project management-ი, რასაც პროექტების მენეჯმენტი. საათივით დაწყობა, დისციპლინა, თანმიმდევრულობა, ეგ ყველაფერი რო გქონდეს, ყველაფერი გამოვიდოდა. ერთ რაღაცას რასაც უყურებ კიდე, რომ აი ხშირად არის ესეთი სტერეოტიპი საქართველოში, რომ ფული აუცილებლად არის ბინძური და ის რომ ივანიშვილს თქვა აქვს ეს ბინძური ფული, რაღაცა სტერეოტიპი არის, რომ ვერავინ მას ვერ გადაწონის და ფინანსური რესურსით ვერ მოუგებს. არა და ემიგრაციაში ყოფნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ესეთი ერთ-ერთი მთავარი კარგი მხარე არის ის, რომ ისეთ ქვეყანაში თუ ცხოვრობ, სადაც შენი შრომა ფასდება, იმ შრომაში ფულსაც იღებ. ეხლა ინგლისშიც და ამერიკაშიც, კალიფორნიაში განსაკუთრებით ძალიან ბევრი ქართველი ემიგრანტი არის, მათ შორის ბევრი ჩემი მეგობარი, ვინც არიან ტექის ექსპერტები, ხო? ტექნოლოგიებში მუშაობენ, ბევრი საკუთარ სტარტაპსაც ქმნის და მე ესეთი პოლიტიკის მჯერა, რომელიც ფინანსდება არა ბინძური ფულით, არამედ ისეთი მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური ინიციატივებით, სტარტაპებით. და აქ ხედავ მე ამათ როლს, იმიტომ რომ ვინც ლონდონში ცხოვრობს, მაგალითად, ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი და ნაცნობი აქტიურად უჭერენ ხარს სამოქალაქო ინიციატივებს, პოლიტიკურ ინიციატივებს საქართველოში და მათ აქვთ იმდენი ფინანსური საშუალებაც და იდეოლოგიურადაც ისე არიან, რომ იციან რას ითხოვენ პოლიტიკოსისგან და რას ითხოვენ საზოგადოებისგან და ამას ხედავ, რომ აი როცა შენ მიდიხარ ემიგრაციაში, ქმნი იქ პროდუქტს ხდები წარმატებული, შენ გაქვს რეალური შესაძლებლობა, რომ რაღაცა დონაცია გამოუგზავნო ადამიანებს და ოღონდ ეს დონაცია, ანუ არ მინდა რომ ისე გამოვიდეს, რომ ფული ფულისთვის, ხო? დონაცია რა არის? არის რომ შენ სანაცვლოდ იღებ იმ პოლიტიკოსისგან შენთვის მისაღებ რაღაცა პოლიტიკურ ღირებულებას. თუ ადრე ეს იყო რაღაცა მართლა ნავთობში და ბანკებში და ისე ნაშოვნი ფული, ახლა ეს ინტერესი შეიძლება იყოს ის, რომ მე თუ ვიცი, რომ ის ხალხი, ვინც თქვა კალიფორნიის სილიკონ ველიში და ლონდონში დააფინანსებენ ამ ინიციატივებს, ჩემგან მოითხოვენ იმას, რომ საქართველო მართლა ბრინჯის და მარტო ყურძნის მწარმოებელი ქვეყანა კი არ იყოს მაღალ ტექნოლოგიური ქვეყანა, ხო? და იმ ხალხს აქ დაბრუნება შეეძლოთ და აქ შეეძლოთ იმ პროდუქტის გამართვა, იმიტომ რომ აი რო ნახო კორეა, ხო არის სამხრეთი კორეა და ჩრდილოეთი კორეა. ბრინჯი ორივეგან მოდის, ხო? კლიმატური განსხვავება ესეთი დიდი არ არის, მაგრამ სამხრეთ კორეამ აირჩია, რომ ჩიპებიც ეწარმოებინა, ჩრდილოეთმა კორეამ აირჩია, რომ ხალხი მონობაში და სიღარიბეში ამოეღუპა და ეგ არის რა, ჩემთვის ემიგრაციის როლს ზუსტად ამ ჩემთვის ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის განსხვავება ზუსტად ემიგრანტების როლია მაგ. ემიგრაციაში ყოფნისას შენ წამოიწყე შენი ინიციატივა? ფონდზე მოგვიყევი ახლა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ამბავი. ხო, დაატრიალე მათ შენ.
როცა ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ ფონდებში შესულიყო და დაეყადაღებინა, საქართველოში იყო 3-4 ფონდი, რომელიც ადამიანებს ჯარიმებს უგროვებდა, დადგა ძალიან დიდი ესეთი დეპრესიული პერიოდი, იმიტომ რომ პროტესტი წინ მაშინ არ მიდიოდა, განსხვავებით სექტემბრისგან და საჭირო იყო რაღაცა რისკების კონტროლი. ამიტომ მე ვფიქრობდი, რომ ამას სხვაებიც გააკეთებდნენ, მაგრამ არ უბრალოდ ისე გამოვიდა, რომ არ გააკეთეს და ავიღე და მე გავაკეთე. რომ ყოფილიყო ისეთი ფონდი და ისეთი ანგარიში, სადაც ემიგრანტებსაც და ქართველებსაც შეეძლებოდათ ფულის გადმორიცხვა იმისთვის, რომ ჩვენ მერე ადამიანებისთვის ჯარიმა დაგვეფარა და მთავარი კრიტიკა რაც გამოჩნდა იყო, რომ აი თქვენო ხელისუფლებას ურიცხავთო ფულსო. და ეს იყო ძალიან ლეგიტიმური კრიტიკა, რომელზეც მე ბევრი ვიფიქრე და რამდენი უნდა გაგრძელებულიყო ეს ფონდი, როდის უნდა შეწყვეტილიყო ამ ფონდის მუშაობა და ესეთი რაღაცა მოვიფიქრე, რომ რეალურად არჩევანი მქონდა ან უხთი ხელისუფლებას ამ 5,000 ლარს და იმ ადამიანს აძლევ იმედს, რომ კიდე გამოვიდეს პროტესტზე და მას სახლი, მანქანა და ყველაფერი არ დაუყადაღდება, ან არაკეთებ ამას და პროტესტის რაოდენობა კიდევ უფრო მცირდება. და ეს ფონდი იყო დროებითი ინიციატივა ამ ფორმით, ანუ მე უეჭველი ვიცი, რომ ეხა სექტემბერ-ოქტომბერში გაჩნდება შეიძლება სხვა საჭიროებებით და ფონდი იარსებებს აუცილებლად, ანუ ეხა არის რაღაცა მინი პაუზა, მაგრამ ჩავალ ეხა ლონდონში და თავიდან დაიწყება ამაზე მუშაობა, უბრალოდ შესაძლებელია ეს იყოს არა ჯარიმების დაფარვა მაინც, არამედ მხარდაჭერა სხვა ფორმით. როცა პროტესტი იყო პასიური, იქ საჭირო იყო ჯარიმები დაგვეფარა ხალხისთვის და გვეთქვა, რომ აი ჩვენ არ ვტოვებთ ჩვენ სანამებრძოლებს მარტო და ახლა კიდე საჭიროა რომ უთხრათ, რომ თუ კი თქვენ გადაწყვეტ პროტესტს და თქვა დაგჭირდებათ, არ ვიცი, ან იურიდიული მომსახურება, ან პირობითად რაღაცის შესყიდვა, თქვა დროშის, რაღაცა ტრანსპარენტების იმისი, ამისი, ან რაღაცა ფინანსური რესურსი, რითაც პირობითად რეგიონებში ივლი და იქ ხალხს დაარწმუნებ, რომ პროტესტს შეუერთე, ნებისმიერი რა, ამ რაც არ უნდა ეს იყოს, ამისთვისაც საჭირო არის ფული და ემიგრაციისთვის აღმოჩნდა ეგ ძალიან მისაღები, იმიტომ რომ უამრავ ადამიანს არ შეეძლო ფიზიკურად საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ კონტრიბუცია უნდათ და ფული ჰქონდათ. და ასე გამოვიდა რა ეს იდეაც, რომ გაჩნდა პრეცედენტი იმისა, რომ ქართული ოცნება რაღაცას გიკეთებს და შენ ადგები და გვერდს აული ამ შეზღუდვას ერთი კარი იკეთება, მეორე იღება და ქართულ ოცნებას ეუბნები, რომ შენ ხარ მე-20 საუკუნის რაღაცა გადმონაშთი ძალა, ჩვენ ვართ 21 საუკუნის ხალხი და ისე არის განვითარებული ტექნოლოგიები და გადარიცხვის სისტემები, რომ შენ რა კანონიც არ უნდა მოიფიქრო, მე რაღაცას ვიზამ და ბოლოს დაგამარცხებ და აი ბოლოს ისეთ კანონს შემოიღებ, რომ შენ თვითონ აყირავდები ამ კანონზე. იმიტომ რომ ახლა ამ ფონდის დაყადაღების ერთ-ერთი საშუალება იყო ან ჩემი დაჭერა და არ დამიჭირეს, ან მოკითხვა ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ ეს ალბათ გავა მაშინ როცა უკვე ლონდონში ვარ და მეორე იყო რომ შეეზღუდათ საზღვარგარეთიდან გადმორიცხვები. და ეგ იქნებოდა სიგიჟე, იმიტომ რომ საქართველოს ეკონომიკის 14% არის საზღვარგარეთიდან გადმორიცხვები, ემიგრანტების გადმორიცხვები. ამიტომ ძალიან ეს იყო რა, ესეც მესეჯი იყო ქართული ოცნებისთვის რა. და მოდი აღვნიშნოთ, რომ აი ზუსტად ესეთი ხედვა ის, რაც გვინდა ახალი პოლიტიკოსებისგან, პროაქტიული ხედვა, რომ არა ის კი არა, რომ აი დეპრესიაში ჩავარდეთ ყველა და გამოსავალი ვეღარ ვიპოვოთ. ერთი კარი რო იხურება, მეორე გავაღოთ თუ არა და ფანჯრიდან შევიდეთ მაინც. კი. და ანუ ეს პროაქტიული ხედვა გჭირდება ჩემი აზრით ახლა ყველაზე მეტად. აი ზუსტად აი ტექნოლოგიებზე 21 საუკუნეში ვართ ხო და ეს რაღაცა მართლა რუსული იმპერიაში ჩარჩენილი ხედვებით კი არ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენც და იმ კოლონიალისტური თავსმოხვეული აზრებით. ფართოა ბევრად უფრო მსოფლიო და მეტი შესაძლებელია. ახალ პოლიტიკოსებს, როგორც არის დავითი, მსგავსი ხედვები აქვთ. მადლობა დავითი შენთვის. დავით, ერთი ბოლო კითხვა დაგისვა, ზუსტად ამ თემის გაგრძელება არის მარიამ, რა გეგმები გაქვს პოლიტიკაში? ანუ რა გინდა? შენს ამომრჩეველს ელაპარაკები ჩათვალე რას გვპირდები? რა მინდა? მოკლედ, მე მაქვს ამბიცია, რომ საქართველოში პროგრესული პოლიტიკა შემოვიდეს. ეს ნიშნავს, რომ აი რაღაც ადრე ეს პარტიები რო იყო, ოდნავ ლიბერალები, ოდნავ კონსერვატორები, თან ეკლესიაში მოსიარულე, თან რაღაცა საბაზრო ეკონომიკის რაღაც, ანუ ეს აღრეული პოლიტიკური სპექტრი ცოტა შეიცვალოს და გადალაგდეს. მე მინდა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს რაღაცა ეს როგორც შენ თქვი
რამდენიმე წუთით ადრე ეს აქტივისტური პოლიტიკა, იმიტომ რომ მართლა მჯერა რომ ეს არის და არა მხოლოდ პროგრამების წერა და რაღაცა ოფისში ჯდომა, თუმცა ესეც საკმაოდ მაღალ დონეზე გვაქვს ჩვენ უკვე აყვანილი. მაქვს ამბიცია რომ საქართველოში შეიქმნას ისეთი პოლიტიკა რომელიც იქნება ადამიანზე მორგებული რა. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ მე იმისთვის კი არ ვქნი ამ პოლიტიკას, რომ კონკრეტული მიწის ნაკვეთი, მთა და ზღვა როგორც ესეთი დავიცვა. ჩემთვის თავადი ღირებულება არის ის, რომ ადამიანს, რომელიც ცხოვრობს საქართველოში, გაიღვიძოს ერთ დღეს და თქვას, რომ აი მისი ცხოვრება აქ არის ოკეი რა. ანუ ნორმალურია, უკეთესია ვიდრე იყო. და მინდა რომ პროგრესული პოლიტიკა დავნახა. პროგრესულ პოლიტიკაში რას გულისხმობ? მე არ მჯერა ისეთი ქვეყნის ან ისეთი ეკონომიკის, რომელიც ტექნოლოგიებზე არ არის დაფუძნებული. ანუ მინდა რომ ეს შემოვიდეს საქართველოში, რაღაც განათლების რეფორმა იყოს ისეთი, რომელიც ტექნოლოგიას შეასწავლის ბავშვებს ადრინდელივე ასაკიდან. განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტს ეხება ეს, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც ვიღაცეები დასავლეთში მარსის კოლონიზებაზე ფიქრობენ და ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, რომ აი ივანიშვილი წავა დღეს თუ ხვალ. ანუ ხო ეს სიგიჟეა რომ ჩვენ რაღაცა ერთი ბებერი კაცის გადაგდება ვერ მოგვიხერხებია ვიღაცა მარსზე მიდის. ანუ ეს უნდა დასრულდეს რა. ანუ ეს ოლიგარქიული სისტემა მთლიანად უნდა მოისპოს. შემდეგ რაც უნდა მოხდეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით რაღაცა უნდა დავნერგოთ. ევროკავშირი ამაზე ძალიან ბევრს მუშაობს რომ როგორ თან განვავითაროთ და თან შევზღუდოთ ხელოვნური ინტელექტის ისეთი განვითარება, რომელიც ჩვენ მოგვიტანს ზიანს. ანუ მაგალითად საქართველოში ეს ჯარიმები რო თქვი, ხო? ჯარიმები რატო არის ამდენი? იმიტომ რომ ქართულ ოცნებას აქვს პროგრამა, რომელიც ეგრეთ წოდებული face recognition-ით, ანუ სახის ამომცნობი ტექნოლოგიით ავტომატურად ადგენს ვინ დგას პროტესტზე. და ეს არის მასობრივად. შენ რო სადღაც დადიხარ, ყველგან ეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შენი იდენტიფიცირება არის შესაძლებელი. ჩინეთში ეს არის ძალიან მაღალ დონეზე აყვანილი, იქ რაღაცა ვერ გაივლი ისე რომ შენ სახელმწიფო არ გითვალთვალებდეს, მე მინდა რომ ეს ყველაფერი მოისპოს. და ის ადამიანები, ვინც ამას აკეთებენ და თვლიან რომ მათ აქვთ რაღაცა უფლება რომ ვიღაცას შეუძღვნენ სადღაც, უნდა დასრულდნენ. კიდე რასაც ანუ დავაზუსტოთ, სწორი მიზანმიმართული რეგულაციებია საჭირო ყველაფერში. რეგულაცია არის საჭირო, იმიტომ რომ ჩვენ ქართულებს მე მგონი ალერგია გვაქვს რეგულაციებზე და ეგ არის ძალიან არასწორი, აი ძალიან ლიბერტარიანერები ვართ რა და აი რეგულაცია საჭიროა რაღაცეებში. ძალიან ბევრი რეგულაცია გვაქვს არა და სინამდვილეში, ანუ ადამიანობრივი რეგულაცია. სარეცხის გაფენისთვისაც კი რეგულაცია გვაქვს, ანუ ადამიანობრივი რეგულაციები ჭირდება. არასაჭირო რეგულაციები უნდა მოსპო, მაგრამ საჭირო რეგულაციები უნდა შემოიღო და დიდი ნაწილი ამ რეგულაციების სახელმწიფოს მოქმედებას ეხება რა. ზუსტად ეს გაციფრულება არის სინამდვილეში სამთავრობო სისტემების კონტროლის მექანიზმი. და არა მარტო face recognition-ი მაგალითად ვიღაცამ შეიძლება თავიდან გვიხარო და ეს კამერები გახსოვთ მეგობრებო. კამერები ნიშნავდა, ეხლა რა უყვები ხოლმე რაღაცა უცხოელებს, რომ კამერები გვაქვს ყველგან, ეს ძალიან საშიში ამბავია დღევანდელობაში, მაგრამ თავიდან გვიხარო და 2000-იანი წლების დასაწყისში, იმიტომ რომ ეგ იმასაც ნიშნავდა, რომ კრიმინალს ებრძოდა ეგ ყველაფერი, ხო? ახლა ეგ ამბავი უნდა გადალაგდეს. მაგრამ გაციფრულება კორუფციას უშლის ხელს. ანუ გაციფრულება საჭიროა, აი ესტონეთი არის ამისი კარგი მაგალითი, რომ როცა ტექნოლოგიას, ანუ განვითარება და რეგულაცია ერთმანეთის საპირისპირო არ არის. რაღაცეებში არის რეგულაცია საჭირო, როდესაც ადამიანის კერძო ცხოვრებას ეხება და როცა ეს ეხება სახელმწიფო ინტერესს, მაშინ ხო უნდა განავითარო და კიდე ერთი რაღაცა რაც ამ გარდა ტექნოლოგიური განვითარების რაც უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში, როცა მოვიშორებთ ამ ხუნტას, რაც ვინც ახლა ყავს, არის გარემოს დაცვის პოლიტიკა. ამიტომ ამაში მე არ გულისხმობ, ძალიან დიდი სტერეოტიპი არსებობს ამ რაღაცა მემარცხენეების, ვისაც უნდათ რომ აი პლასმასის ჭხირების მაგივრად შემოიღონ სპაგეტები და ადამიანებს ცხოვრება გაუმწარონ, ანუ ამას არ გულისხმობ. მე გულისხმობ იმას, რომ აი რომ ბრიტანეთში მე რო ცხოვრობდე, მაგალითად ახლა თუ ცხოვრების ხანგრძლივობა მექნება თქვა 80 წელი და საქართველოში რო ვიცხოვრო 60 წელი, აი ამისი შეცვლა მინდა. ჰაერი, წყალი, საკვები რა. ანუ ადამიანებს არ უნდა წამლავდეს სახელმწიფო. როდესაც შენ არაფერს არ აკეთებ იმისთვის, რომ ადამიანს წამლავენ და შენ როგორც სახელმწიფო ამაში არ ერევი. ესე იგი ხარ თანამონაწილე ამისი და მეც ანუ აქედან მინდა რომ ადამიანებმა გაიგონ რომ რაღაცა ეს არც რაღაცა ვოუკ პოლიტიკა არ მინდა, არც რაღაცა ყველასი რაღაცა 50%-იანი გადასახადები, არა, ძალიან ორიენტირებული ვარ ეკონომიკის ზრდაზე, თავისუფლებაზე, ადამიანების თავისუფალ მიმოსვლაზე და აი კერძო ბიზნესზე, განსაკუთრებით მცირე ბიზნესზე. უბრალოდ მინდა ისეთ ქვეყანა, რომელიც არ გკლავს.
და ამისთვის ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილებები იქნება საჭირო და მე მგონია რომ ეგ უნდა მივიღოთ, იმიტომ რომ ეხლა თუ არ მივიღებთ, მე ძალიან გვიანი იქნება რა. ოკეი, მადლობა დავით. ძალიან საინტერესო რაღაცები ვილაპარაკეთ და საინტერესო იდეები გადმოგცე ბატონმა დავითმა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ძალიან საინტერესო. კი, და ჩვენს მაყურებელს ვეთქვით, რომ ყველგან გამოგვიწერეთ და დავითის ფონდის შესახებ გავაზიარებთ ინფორმაციასაც, რომ თვალი ადევნოთ ამ საჭიროებებს, ძირითადად ემიგრანტები გიყურებენ, იმედი გვაქვს, რომ ემიგრანტები არიან, ის გიყურებენ. ძალიან დიდი მადლობა, რომ გვისმენდით, გვიყურებდით. და დავამატებ ერთს, რომ შეგიძლიათ ჩვენს დაგვიჭიროთ მხარი, fundraising-ის ლინკიც არის ჩვენს ბიოში, ყველგან მითითებული არის და შეგიძლიათ ჩვენს პოდკასტსაც დაუჭიროთ მხარი. მეც ვერთები ამ მიმართვას, რომ დაუჭირეთ ამ პოდკასტს მხარი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცას აკეთებთ და მე მგონი ემიგრანტებსაც გავხარდებათ ამ ინიციატივის მხარდაჭერა. მადლობა. მადლობა. გამშვიდობებით.